მოგესალმებით ქართული ტევის ერთგულო მაყურებლებო დღეს პროექტი საქართველოს გუშინ დღეს ხვალ ჩვენ გუშინაც ვიყავით თქვენ დღესაც წარდექით ღირსშესანიშნავი დღე არის ქართულ ენასთან დაკავშირებით და ჩვენ მოგეხსენებათ ვცდილობთ ისტორიული ტრადიციული მარადიული თემები სახელმწიფოებრივი სტრატეგიული სულიერი და ამ თვალსაზრისით ეს თემები, ეს იდეები ამოვწიოთ თქვენს წინაშე წავდგეთ და ეს ადამიანები, ვინც ამ პროცესების თანამონაწილენი იყვნენ, გარკვეულწილად თანამონაწილე გახადოთ თქვენს ამ პროცესების, როგორც ასეთი, მოგეხსენებათ, რომ ეს გუშინ დღეს ხვალ გუშინდელი დღე პირობითია, როგორც ასეთი თორე ესე ახლა ქუჯიდან და ფარნავაზიდან იწყებს ეს სათავეს ჩვენი პროექტი სათავეს იღებს 88-97 წლის მოვლენებიდან უფრო კონკრეტულად როდესაც მერაბ კოსტავა გამოვიდა სიდის ციხიდან და უზარმაზარი პოლიტიკა სულიერი შექმნა და აი ამ დროიდან იწყება რაღაც ახალი ერა საქართველოს ისტორიაში, რომელიც შემდგომ დაგვირგვინდა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. მანდამდე იყო კიდე უმნიშვნელოვანესი პროცესები და ამ თემაზე ქალბატონი თამარ ჩხეიძე დიდი ისტორიის მქონე ადამიანი, დისიდენტი, განათლებული ფილოლოგი, ისტორიკოსი, თანამონაწილე დიდი პროცესების, რა ვიცი ახლა უმდიდრესი ისტორიის მქონე ადამიანი, რომელიც დღესაც ღირსეულად ცხოვრობს და სწორი პოზიციები აქვს და ადეკვატური ანალიზი და პოზიცია უკავია დღევანდელი დღესადმი, ხვალინდელი დღესადმი და განსაკუთრებით საინტერესოა, როდესაც ესეთი ადამიანი გარკვეულწილად აი ამ თანაკვეთაში იმყოფება ჩვენთან და ამ იდეებთან. ქალბატონ თამარზე ბევრი რაღაცას თქმა შეიძლება, მისი ოჯახიდან ბატონი რეზო, რომელიც სხვათა შორის ამ ტელევიზიის ერთ-ერთი დამაარსებელია, რო იცოდეთ. დამფუძნებელივით შეიძლება ითქვას და ამიტომ ორმაგაც ასეხარულოა, რომ ეს ასე თქვათ ნაყოფიერად გრძელდება ეს დინასტიური პროცესი, როგორც ასეთი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხშირად იქნებით ქალბატონო თამარ. ახლა განსაკუთრებით მე მაინტერესებს, მე შეკითხვებს და დიალოგის ფორმით წავიყვანთ ამ ჩვენ იმას და მე განსაკუთრებით მე კი არა ადამიანებს და დღეს 14 აპრილია მოგეხსენებათ ენის დღე და მის დაცვასთან და პირველი პოლიტიკური და უდიდესი საპროტესტო მუხტი რო გამოვიდა და ენის დაცვა რო გადაწყვიტა ასე თქვათ ხალხმა და საშიშროება დაინახა და კონსტიტუციაში მისი ამოღება და მთელი რიგი ახლა შევარდნაზე მოგეხსენებათ საკმაოდ დიდი ესეთი პოლიტიკური მანიპულაციებით გამოირჩეოდა და ზოგი ეს თავის თავზე მიიწერდა რაც კარგი იყო, რაც ცუდი იყო, შემდგომ სხვას გადააბრალებდა 78-ში მერე თვითონ მიითვისა ეს თუ გახსოვთ თავის თავზე და თქვა რომ ეს დიდ ზეწოლას განვიცდიდი ცეკადანო თუმცა ჩემი გავიტანეო და ოპოზიციამაც ხარი დამიჭირაო როგორც იცოდა ხოლმე ეს გავიდა სულ რაღაც 3 წელიწადი და თვითმფრინავის ბიჭების ეს ტრაგედია მოხდა და ღდელიც დაიხვრიტა, რომელიც არაფერს შუაში არ იყო, კარგად უახსოვს ეს ყველაფერი, ამიტომ ისტორიულად ესეთი რაღაცები საზოგადოებას უნდა გავახსენოთ და ეს პროექტი ემსახურება გარკვეულწილად ამ ისტორიული იმების შევსებას და რაღაც კალენდარი, არა მარტო კალენდარი, არამედ თვითონ ეს დღეს რო გავსაზღვროთ და მადლობთ რომ მოგზანდით და მინდა რომ აიქიდან დავიწყოთ თქვენი ისა და შემდგომ გადმოვალთ დღევანდელ დღეს და შეძლება იზგავარა ხვალინდელ დღეზე გადავიხედოთ და გთხოვთ აი ამ დღეს შეეხოთ იცოდეთ რომ სხვა თემებიც აგვაქვს ასე თქვათ განსახილველი და ბრძანეთ ეს დღე ძალიან დარჩება ყოველთვის ის მერე უამრავი მიტინგები, დემონსტრაციები, სხვადასხვანაირი აქციები გვინახავს, მაგრამ ძალიან განსაკუთრებული იყო ეს დღე. მართლაც გამოირჩეოდა დიდი თვითშეგნებით, თვითონ მოსახლეობის თვითცნობიერებით. ძალიან მაღალი დონე გამოამჟღავნა ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითშეგნების. თვითონ პროცესიც ისე მიდიოდა ეს გაცნობიერებული ჰქონდა. წინა დღეებში იყო ძალიან შეშფოთებული უშიშროების კომიტეტი და ხელისუფლება მაშინ უნივერსიტეტში ვსწავლობდი ისტორიის ფაკულტეტზე და
იქ იყო ერთი ამბავი ატეხილი თვითონ უნივერსიტეტშიც და ჩვენ ფაკულტეტზეც გარბოდა ეს KGB აშინებდა ხალხს ცდილობდა რომ დაეშინებია და მთელი ამბები და თქვათ წინა დღეებში თუ იყო შემთხვევები რომ თქვათ ვიღაცებმა მითხრეს რომ აღარ გავაგრძელებთ ძალიან დიდი საწოლის ქვეშ ვართო თვითონ 14 აპრილი რომ დადგა ეს შიში იქნა გადალახული ესეთი რაღაცა მომენტები და მიხედავთ ამისა ყველა მიცოდა შესამჩნევიც იყო თვალხილულად რომ თავების სახლის უკან რაღაც მოძრაობები იყო სამხედრო სახით და თან იქ იყვნენ ის ადამიანები თქვათ ახლა ჩვენ სტუდენტებს არ ვახსოვდა მაგრამ იყვნენ ისეთი თაობა რომ სახსოვდათ 56 წელი და ასე შემდეგ მიუხედავად ამისა იქ ასეთი განწყობა იყო რომ ეს კონკრეტულად იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია რომ ეს შიში და ეს უნდა იქნეს დაძლეული იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ შემთხვევაში ეს მიზანი რომელიც საბჭოთა კავშირს ყოველთვის ჰქონდა რომ მამაზე იყო აგებული და აბა რა იქნება ნიველირება მოხდა შიშზე და დასმენაზე ეროვნული იდენტობის ნიშნების მოშლაზე ხო დასაკეთებდნენ ისინი თანდათანობით ჰქონდათ დაგეგმილი და ამიტომ საბჭოთა კონსტიტუციაში მოგუდვის პრინციპი ხო რა თქმა უნდა საბჭოთა კონსტიტუციაში და კონკრეტულად მასში შემოვალი საქართველოს კონსტიტუციაში ეწერა გარკვევით რომ ქართული ენა არის სახელმწიფო ენა. და გარკვევით. კი, ამ დროს გადაწყვეტეს რომ უკვე დროა რომ ეს უკვე ჩამოვალაბორანტოთ. მოეღოს და ნაბიჯი ნიველირება მოახდინოთ. ნაბიჯი გადადგა უკვე შემდეგი ეს ჩათვალეს და ამასთან იყო დაკავშირებული როცა პრესაში ნუ მაშინ რა გაზეთები იყო საბჭოთა სამთავრობო კომუნისტი გამოქვეყნდა ვარცდები ხო კომუნისტი რა თქმა უნდა თავარი რუპორი მათ ხო იქ გამოქვეყნდა ეს კომპრომისა პროექტი დიახ სადაც გამხრალი იყო ეს სახელმწიფოებრივი სტატუსის შესახებ ჩანაწერი ახსოვს ჩვენთან ვიკრიბებოდით მაშინ ჩვენი ჯგუფი თქვენი ფაკულტეტი დაასახელეთ რა ისტორიის და ფილოლოგიის ფაკულტეტები იყო ძირითადად აქტიურები. სხვა ფაკულტეტებიც იყო. სხვა, ნუ ახლა მე ახლა პოლიტექნიკურში სწავლობდი, იქაც იყო, მაგრამ თავარი დასაყრდენი, დამტყმელი ძალა ეს იყო. და მახსოვს როცა ეს გამოქვეყნდა, მაშინ ჩვენ ვიკრიბებოდით ხოლმე პოლიტიკური ჯგუფი გქონდა და სხვადასხვა საკითხებზე და არალეგალურ მოქმედებებზეც და დისიდენტურზეც ვიკრიბებოდით ხოლმე ჩემთან სახლში და იქ ნუ ამთო იმაზე ასე თუ ისე არის ცნობილი ეს პერსონა. თქვენ ვერაზე ცხოვრობდით ხშირად ვიყავით თქვენთან შემდგომში 98 წლის იმიდან. და იქ მიმდინარე ამბებს გავიხილავდით ხოლმე და ეს რო გამოქვეყნდა ეს მახსოვს ამ ავტოიმნაძე რომელიც ნუ ეს სტუდენტი არ იყო ჩვენი ასაკის არ იყო ეს უფრო პროსიასაკის ადამიანი იყო და მან თქვა რომ მაგრამ ერთად ვიყავით ამ საკითხში. ხო და მან თქვა რომ ესო აუცილებლად მოყვება ამასო დიდი ხელვარება. დიდი დემონსტრაცია მოყვება და ნუ რაღაც მაშინ ეს მე ვერ წარმოვედგინა რომ ეს ვერ დაუშვი წარმოსახვაში ეს. ნაკლებად ვჯეროდა რომ ეს შეიძლება ასეთი რა მასობრივი და ტოტალური ხასიათი, ტოტალური. ხო და ნუ აღმოჩნდა რომ სწორად უგრძნია მას და მართლაც ნუ ესე წინა დღეებში თუ უბრალოდ ეს KGB-ს დიდი აქტიურობა იგრძნობოდა და პეტიციები დგებოდა, იყო შეკრებები სხვათა შორის ნუ ჩვენთან რაც იყო იმას განსაკუთრებით ახლა ამასთან მქონდა საქმე უშუალოდ შეკრებები და სხვა შორის ერთსულოვნება იგრძნობოდა, ახლა შეიძლება ვიღაცები იყვნენ, მე არ მახსოვს ვინც სხვას გამოხატავდა, მაგრამ ამ შეკრებების დროს, ფაკულტეტზე შეკრებების დროს ერთსულოვნება იყო ამ საკითხში. ეს რამდენი ხნით ადრე დაახლოებით? წინა დღეებში, წინა დღეებში არა. ერთი კვირის შუალედში. ზუსტად ვერც კი ვიტყვი, მაგრამ ალბათ ერთი კვირა, ორი კვირა არ ვიცი ზუსტად არ მახსოვს. ხო და ესეთი განწყობა იყო და მე სხვათა შორის აი შევარდნაძეს ნათქვამი აქვს მე რომ მეოსო სპეციალურად გავაკეთეო რომ ეს მომხდარიყო. და მე ვარ მეთქვა ამაზე. ეს რა თქმა უნდა ტყუილია აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეს
ამის დაგეგმა, დაპროექტება, მართვა ამ პროცესების ძალიან დიდ რისკთან არის დაკავშირებული. უბრალოდ რეაქცია მათი იყო ბუნებრივი, რაც ახასიათებს. რა თქმა უნდა, რეჟიმებს იყვნენ პანიკაში ჩავარდნილი, ამიტომ სპეციალურად კი არ იყო გაკეთებული, ბუნებრივი პანიკა იყო, რომელიც ისინი გამოხატავდნენ და კგბ-ს მაშინდელი ძირითადად სუქს ვეძახდით, ხო, ქართულად ეგრე შეფრებოდა თქვენი სიტყვები. ამათი დიდი გამორჩეული განსაკუთრებით თვითონ უნივერსიტეტის სუქის აქტიურობა და აგრეთვე ზოგადად მთელი მასშტაბით საქართველოში აქტიურობამ გამოიწვია უკუშედეგი. იმიტომ რომ ხო არის ისე რომ მთელი მაშინ ხო სხვა არაფერი არც ტელევიზია იყო, არც რაღაცა სხვა საშუალებები არ იყო, კი, თვითგამოცემით რაღაცებს კი გამოცემით ჩვენ, მაგრამ ერთ სიტყვით მასობრივად რო ხალხთან რაღაც მისაწოდომი ყოფილიყო, რაღაც ასეთ ცნობათა გავრცელების საშუალებები ცხადია მაშინ არ არსებობდა და ყველა ხო ვერ იქნებოდა ამას ინფორმირებული რა ხდებოდა. ბუნებრივია. და ამიტომ ეს პანიკა ძალიან მოგვეხმარა. კი, ახ. ჩვენ იმიტომ რომ ისეთი ატეხეს ისეთი პანიკა, დაბარებები, მე სკოლებს აფრთხილებდნენ ვიცი. კი, გაცოცა. სკოლების ჩაკეტვები და ჩარაზვა უпроსორეთ. და ზოგადად დაწესებულებსაც აფრთხილებდნენ, რომ არავინ თავი არ გაყოთ გარეთ. ეს ძალიან პანიკით და მაციფუცით ეს გადაიზარდა რაღაც ბუმერანგით დაუბრუნდა. პოზიტივში გადავიდა ეშიში. რა თქმა უნდა, რომ რაღაც ეტაპამდე ეშიში მუშაობს, მაგრამ თუ ეს გადაილახა, მე უკვე პირიქით არის, კი. ხო და ისე ყველამ გაიგო, რა თავარია, რომ ისე რაღაცა ხდება, ვინც არის რაღაცა ხდება, თითქმის ყველამ გაიგო, რომ რაღაც ხდება და გამოიწვია ეს უკვე ესეთი დიდი მასის თანაც ცნობილი იყო დრო, რომ ეს საკითხი გადაწყდებოდა ამ დროს, როცა ეს უზენაეს საბჭოს სხდომა იქნებოდა 14 კომპარტიეს, ხო? კომპარტიის? თუ უზენაეს საბჭოს, ხო. ხო და ცნობილი რახან იყო ეს დრო და პარალელურ რეჟიმში იყო, ინფორმირებული იყო შედარებით და თან აღელვებული და ეს თემა უკვე ძალიან სერიოზულად ტრიალებდა. ძალიან დიდი მასა გაემართა უკვე ბუნებრივად. მე არ მგონია რომ ამას ვინმე ერთი ან ორი ვინმე ორგანიზატორი ყავდა. მე შეიძლება ვიცოდე, მაგრამ შეიძლება არ ვიცი, მაგრამ მე როგორც ვიცი, ესე არ იყო. უბრალოდ სხვადასხვა ჯგუფები იყო, თვითონ საზოგადოება იყო, სხვა დაწესებულებები იყო და აი ეს ფაქტორი კიდე რომ ეს ძალიან გავცელდა. თვითორგანიზაცია და რაღაც უხილავი ძალები თამა რაც არის ადამიანში ჩადებული, ეს რაღაც ამოყვინთავს და ესეთ იმას გახდეს რა. ნამდვილად და სხვათა შორის ძალიან გარკვეული თვალსაზრისით გაავს ეს პროცესი, გარკვეული ხა ზუსტად ანალოგიური ვერ იქნება, მაგრამ ვამსგავსებ აი რომ დაიწყო ეს მოძრაობა 1-2 წლის წინ. 2 წელია უკვე თუ 1 წელზე მეტია. რომელი მოძრაობა? ეს ძირითადად სტუდენტები დაიწყო, არა მარტო სტუდენტები, მთელი საზოგადოება იყო ჩართული, აი რუსული კანონმდებლობის წინააღმდეგ და მე უკვე არჩევნების გაყალბების საკითხიც შეემატა და ყველაფერი. აი ეს დიდი საპროტესტო მოძრაობა, რომელიც დღემდე გრძელდება და 500 დღეზე მეტი გრძელდება. აი მისი განსაკუთრებით პირველი თვეები კი არა, მეტიც წელიწადზე მეტი განსაკუთრებით აღმავლობის პერიოდი იყო და ძალიან აი რაღაცით გავს იმ სულისკვეთებას ეს ხანგრძლივი პროცესი. მონათესავე პროცესი. ხო, აი მონათესავე, როცა წარმართველი არის არა რაღაც პოლიტიკური ინტერესები, თქვათ რაღაცა ჯგუფების, არამედ რაღაც კოლექტიური არაცნობიერი, აი იუნგს როას კარგად განმარტავს, კოლექტიური, რომელიც ჩაბუდებული ადამიანში და რაღაც ვითარებაში თვითონ ამოყვინთავს ყოველგვარი გარედან ზეწოლისა და რაღაცების გარეშე. ეს არის თვითორგანიზაცია, მე უკვე მუშაობს და ამას სისტემატიურ კალაპოტში აქცევს და უმაღლეს დონეზე ჩატარდა ეს ყველაფერი როგორც ასეთი კულტურით, თვითორგანიზაციით და შედეგებზე ორიენტირით, რაც თავარია, რაც ყველაზე მთავარია, დღევანდელი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, აი ეს იყო, შედეგზე ორიენტირით, ყავმა იწოდა, იქ რომ მიდიოდა, რას ითხოვდა და რას რისკავდა და უკან გამობრუნებას რო არ აპირებდა. ეს დღევანდელობას ეხება, ამასაც
შევეხებით, ახლა ისე არ დავტოვებ უყურადღებოდ. ამიტომ ეს ხდება ხოლმე, აიტყობა მართლაც ეს ცოტა მისტიკურ მაშიც გადადის ეგ, რომ ისე რაღაც ინკარნაცია ხდება იმ მომენტში რაღაც. რა უხილავი ძალები მოქმედებენ. შეიძლება ისეთი ადამიანებისგან შედგებოდეს, რომელიც შეიძლება ჩვეულებრივ სხვა წლებში და სხვა სულ არ ისეთი აქტიური მოჩვეოდეს აქტიურობით და ვერ წარმოიდგენდნენ რომ ასეთი ეროვნულ თვითშეგნებას გამოამჟღავნებს, მაგრამ აი იმ პერიოდში ამ ხალხში უკვე მე როგორც 14 აპრილზე ვამბობ, აი ახლაც რაც მოხდა. უკვე აი რაღაც ეს ეროვნული სულის იმ ეტაპზე აი ამ ხალხში განხორციელება. აღზევება და ზენიტში ასვლა იყო და იმიტომ რომ არის მომენტები, როცა ისეთი რაღაცები ხდება, რომ ნერვები გეშლება, რომ სათანადო რეაქცია არ არის საზოგადოებაში. აი მაგალითად არჩევნები რომელი ბოლო არჩევნები რო იყო საპარლამენტო. იმ არჩევნების წინ საკმაოდ ცოტა დრო იყო დარჩენილი. 2 წელს წინ. 2 წელი გავიდა უკვე, ხო? გამოვიდა ივანიშვილი. და ისეთი საოცრებები თქვა, რომ წარმოუდგენელი ადამიანი რომ მაგას აპირებდეს არჩევნების წინ აცხადებდეს, რომ ყველანი დაგიჭიროთ, დაგხოცოთ და მოგსმოდო და ამოგალყოთ ციხეში. ანუ ახალი ყვარყვარე ვიქნები. დემოკრატიის ნატავალი აღარ უნდა დავტოვო, კაცი ამბობს, ხო? და კიდე მეორე მთავარი საკითხი, ეს ერთი საკითხი, რომ ესე იგი თუნდაც ის რაც დემოკრატია იყო, ასე რომ თქვა, უფრო ფასადური ვიდრე რეალური პოსტსაბჭოთა პერიოდში, ისიც ესე იგი უკვე მოექცა აბსოლუტური საფრთხის ქვეშ, იმიტომ რომ ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, იმიტომ რომ თავისთავად ფასადური დემოკრატია იყო და ამის წინააღმდეგ გამოვდიოდით, მაგრამ თურმე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იგივე ფასადსაც კი დემოკრატიას, იმიტომ რომ რაღაც საფუძვლებს იძლევა, რომ ნორმალური ცხოვრებისკენ იარო და უბიძგოს საზოგადოებას. ფუნქციოს საზოგადოებამ ცოცხალი იყოს. როგორც ცოცხალი ორგანიზმი. და აი ამასაც თუ მოინდომებდნენ, რომ ესეც უკვე ეს ფორმა შეეცვალა საზოგადოებრივი პოლიტიკური წყობის შეცვლა მოინდომეს პირდაპირ ანტიკონსტიტუციური გადატრიალებას ნიშნავდა ეს ერთი საკითხი პლურალიზმის და საერთოდ დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული და ამავე დროს საგარეო ორიენტაციის ეს დასავლეთ პირდაპირ განცხადება, რომ იგივე კონსტიტუციაში დაფიქსირებული დასავლეთ ევროპული ორიენტაცია, ევროატლანტიკური ორიენტაცია, სრული ხაზგასმული გადასმა. მაგას შევეხებით. ფაქტურად პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ რუსული პოლიტიკის გატარება. აი ეს ყველაფერი თუ ასე მოხდებოდა, ასე აშკარად და ეს ნამდვილად ეს სიახლე იყო და მეორე ეს ერთი მიმართულება, ანუ ორად ჩავთვალოთ, გინდათ ერთად, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დასავლური მიმართულება თავისი დემოკრატიული პრინციპებით შეიძლება ერთ მიმართულებად ჩაითვალოს და მეორე მიმართულება, რომ აშკარად პროგრამა ჩანდა უკვე მათი, რასაც რუსეთი პირდაპირ მოითხოვს, რომ უნდა მოხდეს ახალ რეალიებთან შეგუება. ამას ამბობს ამ ფორმულას პირდაპირ რუსეთი. რას ნიშნავს ეს ახალი რეალიები? ის რომ საქართველოს მცნოს, ესე იგი, რომ ესენი არ არის საქართველო. მაგ თემას კონკრეტულად შევეხებით კიდე. ახლა მინდა თქვენ ეს რო თქვენ მინდა დაასრულოთ. თვითონ შევარდნადეს პოზიცია, პოლიტბიუროს პოზიცია, როგორც ასეთი და აი თვითონ ეს მინდა თქვენ ახსნათ რა თვითონ აი როგორ დაგვირგვინდა ეს გამარჯვება, როგორ გაფორმდა ხალხში და თვითონ პოლიტბიუროში. ეს მნიშვნელოვანია. რასაც ვამბობთ, იმას დავასრულებ, რომ აი ეს მაგალითად მოვიტანე ეს გამოსვლა, როცა აი ასეთ განაცხადს აკეთებ, რომ ჩვენა ვართ დამნაშავე, ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ და შემდეგ კონსტიტუციური უმრავლესობა გვჭირდება, რომ ეს ყველაფერი მოვამბობ. გავაფორმოთ შემდგომ აუცილებლად. აი ესეთი განცხადება გაკეთდა და ახლა ამაზე უარესი ვთქვათ, რა უნდა გააკეთოს, ხო, ნამდვილად. ვერ წარმოიდგენ. ხო და ამაზე იმ ეტაპზე არ იყო რეაქცია, კი შეფასებები ტელევიზორში ყველაფერი ეს იყო, მაგრამ აი ადეკვატური რეაქცია თითქმის არ იყო. ხო და აი მას ვამბობ, რომ ასეთია წინასწარ ვერ განსაზღვრო, რა დროს აფეთქდება აი ეს კალაპოტიდან როდეს გადმოვა ეს პროცესი, ან დინარე რომ მიედინება, უცებრო ადიდდება. ვინ წარმოიდგენს ახლა აუდარი იქნება თუ სხვა შინაგანი პროცესები დინარეს და ბუნებას ახასიათებს, ხო ეს? ხო და აი ესეთი აფეთქებასთან მქონდა მაშინ საქმე და რაც შეეხება იმას, რომ ცხადია შევარდნაძე ამას ამ გადაწყვეტილებას 14 აპრილს უბრუნდები ვერ
მიიღებდა თვითონ დამოუკიდებლად, ახლა ეს ასაცილო მაგას სერიოზულად ვერავინ ვერ მიიღებს. ვიუმეო პოლიტბიუროსთან ეგ და ჩვენსაც. ხადია მაგას არ აწყობდა ამაში კი ესეა, რომ ახლა იმიტომ კი არა ჰუმანიზმიდან და ეროვნული გზნობიდან გამომდინარე, უბრალოდ არ აწყობდა თავისივე კარიერისთვის, რომ სისხლი დაღვრილიყო. კონფრონტაციაში შესულიყო იქ ძალებთან. ახლა იქ რო სისხლი დაღვრილიყო, მას დავალებული ქონდა რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება ესე უმთხოვნეულოდ და ხავერდოვნად გაეკეთებინა. ხო, ეს აწყობდა თვითონ კრემს და ამიტომ რახან ესეთ სერიოზული სახე მიიღო და ამხელა ძალა დაუპირისპირდა ძალის ჩვეულებრივ საბჭოთა კავშირის პირობებში ხაზგასმდნენ და ეგეთი რაღაცა უკვე 70-იან წლებში გავსი რაღაცა რა თქმა უნდა ყოფილა ხო და რახან ეს მოხდა უკვე კრემმა ჩათვალა რომ ეს არ იქნებოდა ხელსაყრელი მისთვის და მიძულებული გახდა რომ დაეხიათ უკან თავიდან რაღაც კომპრომისული ვარიანტი შემოგთავაზა რომ გამოვიდა შევარდნაძე ხალხთან აგვიხსენეთ ეს რა შემდგომარეობა გამოვიდა შეკრებილ ხალხთან შვილებო ასე კი მახსოვს კი იქ ვიყავით ყველანი რაღაც უკმაყოფილო შეძახილიყო ვინა შენი შვილები კი მახსოვს კი ხო და მე იყო კომპრომისული ვარიანტი რომ რაღაც ახლა ზუსტი ფორმულება არ მახსოვს მაგრამ არის ქართული ენა არის საქართველოს ენა თუ რაღაც აი ბოლომდე ნათქვამი არის აი რაღაც ისეთი შუალედური რაღაც ფორმულა იყო შუალედური ფორმულა იყო ამაზე ეს არ მიიღო იქ კი საზოგადო მეტი კონკრეტიზაცია მოითხოვა კონკრეტიზაცია დიახ აი ის უნდა აღდგეს ინტერპრეტაციების გარეშე ხო ესე იყო ყველას თავისი პოზიცია უკვე შემდეგი გამოსვლა გარკვეული ხნის მერე უკვე ეთქობა უკვე გაიყვა ყველაფერი კრემთან და მიიღო ის გარკვეული თან მოკლე ხანში მოხდა ეს კი დიდი ხანი არ დასჭიროებია აი შუალედური ფორმა მიიღო კონკრეტული დატვირთვა დარჩა ის რაც აქამდე იყო ქართული ენა ხელშეუხებელია და კონსტიტუციაში თავისი ისევე როგორც გასვლა რო შეეძლო რესპუბლიკის საბჭოთა კავშირი ნუ კი ბატონო ესეც იყო გვახსოვს ახლა მე მგონი ძირითადად თქვით იმიტომ რომ აი ეს მე მგონი თუ გნებათ რამე დაამატა თუ არა და მინდა კიდე სხვა მნიშვნელოვან თემებზეც უნდა მოვასწროთ რა მე მგონი ერთ-ერთი ბასტავატებ რომ აი მაშინ ეს ხალხის გამარჯვება იყო და ხალხმა იგრძნო თავისი ძალა რა უზარმაზარი გამარჯვება იყო თავისი ძალა და იქაც კიდე აი ეს თვისება ზოგადად მერეც გამოვლიდა ეს რომ დიდი თვითდისციპლინა და თვითორგანიზება ახასიათებს ხოლმე ამ დროს ეს არ გადადის ხოლმე უწესრიგად ძნელბედობის ჟანრს იქ არც პოლიცია და ის არის ხოლმე შემთხვევები როცა საერთოდ არ ჩანს მაგრამ თვით აი ეს არ ხდება რომ თქვათ გადაიქცეს ეს შეკრებილი ხალხი რაღაც მარბილ ბრბოთლო იციან ხოლმე თქვათ სხვა ქვეყნებში ხშირად არის წვავენ რაღაცებს და მანქანებს მაღაზიებს არც ეგეთი რაღაც არა გამორიცხულია აი მიზან მიმართულად არიან ხოლმე და ძალიან შედეგზე ორიენტირებული აი ეგ იყო მთავარი მან და ყველას ესმოდა თავისი ადგილი თავისი ფუნქცია და არ შეეძლო გაეღო ამ პროცესებისთვის ეს კაითვისება რო აქვს ძალიან დიდი ეს თქვენ კი თქვით მაგრამ მე კიდე სხვა მოვლენასაც მინდა დაუკავშირო 1-2 სიტყვით ახლა მაგას კიდე შევეხებით მაგრამ მონათესავე იყო ასევე თვითორგანიზაცია და აი მაღალი სულიერი კულტურით და ესთეტიური თუნდაც დაარქვით პატრიარქის გასვენება რო იყო აი ესეც მონათესავე თემებია რა აშკარად ანუ მაღალი კულტურის ორგანიზირებით და ღირებულებებზე ორიენტაციით და ადამიანი რო ცდილობს რაღაცაში სარკე დაინახოს ამ სარკეში თავისი იდენტობა დაინახოს და ჩაიხედოს ამ სარკეში როგორ გამოიყურება ხო აი ეს ფენომენი ეს იყო ნამდვილად და ამაზე კიდე დღესვე მინდა ამ თემას გაგრძელებ უყუროთ ეს ახლა რა მინდა შევეხოთ ტკივნეული თემა მაგრამ აუცილებლად ეს ახლა ეს გადაცემა ყოველთვის იწყება პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების და ეთიკური პატიმრების ესე შეიძლება ესე ტერმინი შემოიტანეს უკვე მათი სოლიდარობით განთავისუფლების მოთხოვნით და
მათი წარმომადგენლები აქ ფართოდ ამაკ დათმობილი ეს ჩემი სტუდია განსაკუთრებით ცეცხლა და პირველი ისინი იყვნენ სანამ პოლიტიკოსებს დაიჭერდნენ მანამდე ხო ეს ახალგაზრდები მოხდათ ხელში ასე თქვათ და განსაკუთრებით მაგრამ რომელიც პირდაპირ ამბობენ საქართველოს მომავალი არიან და ამაზე სოლიდარობა და განსაკუთრებით ახლა ესეთი ფენომენია რა ახლა ეს ხელისუფლება რასაც აკეთებს ახლა თვითონ რაღაც ტრადიციონალიზმს და სულიერებას და რაღაც კონსერვატული იდეებს შემოვლობა და სინამდვილეში ამაზე უკვე წამხდარი ადამიანები ამ ასპექტშიც კი ნამდვილად და ამით გარკვეულწილად სწორედ ეროვნულობასთან არაბეთთან შეხება და საერთოდ ქალის პატივისცემასთან, დედის პატივისცემასთან და ასე შემდეგ ახო საერთოდ აბსოლუტურად გამქრალია ყოველგვარი ნორმა, ტრადიცია, ფორმულა და რა ვიცი და აქ განსაკუთრებით თამარ მე და გამოყო ახლა თქვენ ახლა გარდა იმისა რომ ასეთ ჰუმანურ პროცესებში მონაწილეობდით დისიდენტების გამო დასჯილი იყავით და საბჭოთა მართლმსაჯულებამ რამოდენიმე წლით ასე თქვა თავისუფლების აღკვეთა მოგისადათ ქართულ მაშინდელი მართლმსაჯულება მინდა შევადარო ახლა რა გარკვეულწილად იმიტომ თვითმხილველი ხართ მაშინაც თქვენ იმაზე გამოსტადეთ თქვენ სხეულზე და სულზე ფსიქიკაზე და თვითცნობიერებაზე მაშინდელი რეპრესირებული ასე თქვა რეჟიმი თან ისეთ ოჯახში იყავით კიდევ მეორე მსოფლიო დონის რეჟისორის შვილი და ესეთი რაღაცები ცოტა კიდევ უფრო დრამატიზაციას ხო ამ მოვლენებს და აი მაინტერესებს პარალელები მინდა გავავლოთ რა ელემენტარულად ახლა მე ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ხოშტარების ოჯახთან ელენე სულ პატარა იყო პატარაობით იმიტომ რომ გოგი მეგობარი იყო უზენაეს საბჭოში და მინისტრი საგარეო და ესე მეუღლეც ქარბატონი რა ჩემი ახლობელია და თელ ოჯახთან მეგობრობდი და ამ ბავშვთან და ახლო ურთიერთობები მქონდა რა ყოველწილად ახლა რაც ამას გაუკეთეს და კიდე რა ვიცი ახლა და იქ კიდე რა ქვია ეს აჭარაში რო არის ქარბატონი ამაღლობელი აი ეს ორი ფენომენი მე არავის დაკნინება კი არა ყველას უდიდესი პატივისცემა და დიდი მოკრძალებული სიყვარული ხო და ანუ 4 შვილის დედა რაღაც ლოყის გაწეთლების გამო 20 წლიანი მუხლი მიყენებული და ახლა ეს ძალიან საგანგაშო რაღაცა არის და ამ თვალსაზრისით აი მინდა რა თქვენ აი მე აქამდე კიდევ ვიმე რომ ბერჯერ გამოვიყვანე ეს წარმომადგენლები საპროტესტო იმაშიც მონაწილეობს შეძლებს დაგვარად ჩემი შეფასებები მაქვს და განსაკუთრებით საინტერესოა თქვენს მიერ დანახული ასე ვთქვათ აი ეს მაშინდელი სინამდვილე ეს ეგრეთ წოდებული ფასადური დემოკრატია თავის მართლმსაჯულებასთან ერთად და დღევანდელი ფასადური დემოკრატია თავის მართლმსაჯულებასთან ერთად უკვე ამოვარდნილია ხო ეს აბსოლუტურად აი ეს მინდა თქვენ თვითონ ბრძანოთ რა ეს მინდა თქვენა თქვა თამარ და გასაგებად უთხრათ ხას რომ ანუ რა არის ესე იგი 78 წელი იყო შემდგომ ეს თვითმფრინავის ბიჭების ის იყო 99 წლის 9 აპრილი იყო დამოუკიდებლობის აღდგენის დღე იყო აფხაზეთის ტრაგედიები იყო შემდგომ ცხინვალის ომი და 37 წელიწადია ასე ვთქვათ სახელმწიფოებისკენ და იმისკენ ძირითადი ნაწილი ვინც არის შეგნებული ნაწილი ცდილობს რომ სახელმწიფოებრივი ცნობიერება და ეს მისი სულიერი იდენტობა და მისი გენეტიკური DNK ასე ვთქვათ გაერთიანოს და გაამთლიანოს და ამ სახით წარდგეს ღვთის წინაშე და ისტორიის. ხო ამას აკეთებს, ხო? ყოველ შემთხვევაში ძირითადი შეგნებული არის ხალხი, რომელიც საერთოდ ამ პროცესის ნიველირებას პირიქით ებრძვის დღევანდელი ხელისუფლება ამის ხელისუფლებაც არ ქვია უკვე ამათ, ამას აი ანტიპოდია შეიძლება ითქვას და აი მე მინდა რა ამდენი ხანი გავიდა, ხო? ახლა ტყუილა იწვალა იმ ხალხმა იმდენი, ამდენი ხალხი შეეწერა მომს და თუნდაც თქვენი ჯანმრთელობა, თქვენი ღირსება, თქვენი ეს ახლა ციხე, მაგრამ აი მინდა ეს მართლმსაჯულების და ამ თვალსაზრისით, აი დღევანდელს რო შეიადაროთ. აი კონკრეტულად მინდა რა. ხო. შედარება არ იქნება ამათ სასარგებლო სხვათა შორის, იმიტომ რომ
მიუხედავად ამისა, რომ ის კომუნისტი დაგისახელეთ ელენე და ამაღლობელი და თქვენ, აი ეს სამეული რა. ხო, აი ეგეთი რაღაცეებზე იქ ну მაგალითად ახლა ბრალდების წაყენება მაგალითად. არა, ესე იგი მე რა თქმა უნდა 30-იან წლებს არ ვამბობ, იმიტომ რომ არა მე კონკრეტულად თქვენ იმათ 20-იანში რა ხდებოდა გასაგებია. 37 წლები 41 თუნდაც ხრუშოვის. მაგრამ რა თქმა უნდა რომ შეეძლოთ ამათი მიზანი სწორედ ფორმით იგივეა. აბსოლუტურად. ну ახლა ეს სხვა ეპოქა იყო და პოსტ ბრეჟნევის პერიოდზე ვლაპარაკობ ჩვენ ამ შემთხვევაში. მაგრამ უკვე ბოლო პერიოდზე. ბოლო აი მილევადი ხევები როა. კი. აი უკვე რომ მილევადია და იგივე ბრეჟნევის დროსაც. აი ამ შემთხვევაში არ შეიძლება რომ შედარება მოხდეს, იმიტომ რომ მაშინ იმ პერიოდში სხვათა შორის იგივე საბჭოთა ხელისუფლება ეს ადგილობრივი ხელისუფლება იყო თუ ცენტრალური, ისინი ანგარიშს უწევდნენ იგივე დასავლეთის აზრს. ჰელსინკის აღარ რო ხელი რომ მოეწერა რა იყო კაცო ბრეჟნევა და ნიქსონმა თუ იმან არ მოაწერა ნიქსონმა კი არა მეგონი ნიქსონი იყო თუ კარტერი ერთ-ერთი რა ხელის მოწერის დროს კი ეს პრეზიდენტების დონეზე იყო ჰელსინკის შეთანხმებას რომ მოეწერა ხელი აქედან ჰელსინკის კავშირი რო იყო ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა და რცხილაძე ხო გახსოვთ ეს იმ აქ შეუერთა ყველა რესპუბლიკას ყავდა თავისი ასე ვთქვათ ოპოზიციური თვალი ასე ხო ესე იყო ხო და მაშინ ანგარიშს უწევდნენ დასავლეთის ჩარევას სხვათა შორის და ამ ჩარევას ისეთი რაღაცა საშინელი ყოველგვარ ნორმებს მოკლებული ლანძღვაგინებით და იმით არ იყო ხო თლათ ეგეთი ისინი ამას არ შებოდნენ, რასაც ახლა ესენი აკეთებენ. ну ახლა ეს და იყვნენ გრძნობიარი ამ ჩარევისადმი გრძნობიარი. არაწყობდათ ეს ჩარევა და ჩარევა კი არა, მათი რეაქცია არასწორი იმიჯის შექმნა და ერიდებოდნენ ამას. და თუ მაქსიმალურად ხო თუ აერიდებოდნენ მაქსიმალურად რა თქმა უნდა ბოლომდე რას გამოგვერდებოდნენ ისე სისტემას არ დაარგრევდნენ მაგალითად გამო ხო რა თქმა უნდა მაგრამ ახლა ეს რითი აიხსნება ხო როდესაც თქვათ არ იყო ინფორმაცია გავრცელებული თქვათ იგივე აი შამანაურის ამბავს სანამ გავრცელდებოდა და არავინ არ იცოდა მანამდე მოასწრეს სამწუხაროდ ის რომ დისიდენტებმა გავიგეთ ეს მოგვიანებით მოხდა და უკვე ოქროს საწმისში შემდგომ ესენი იქიდან გავრცელდა მე იქიდან გავიგე შემდგომ დაიბეჭდა ეს რო გავრცელდა უკვე გარდაცვლილი იყო და აი ეს დროური რეაქცია ვერ მოხდა იმიტომ თქვი რომ ისინი როცა სიჩუმეში ხდებოდა ეს ამ ყველაფერზე მიდიოდა მაგრამ თუ ეს გახმაურდებოდა და მაშინ უკვე ერიდებოდნენ რეზონანს ერიდებოდნენ თუ რამე დადებითი რა თქმა უნდა კიდევ ერთ სისტემას არ დაანგრევდა არა განსაკუთრებელია ხო და ახლა აქ რა ხდება აქ სპეციფიკაა საქართველოს დე იურე არის დამოუკიდებელი ქვეყანა ქაღალდზე ხო ქაღალდზე ამიტომ ამ ყველაფრის შთამაგონებელი ამ რეპრესიების და სისტემის შეცვლის არის პუტინი მაგრამ თვითონ პუტინს რა პირიქით ურჩევნია თუ საქართველოს ხელისუფლება რაც უფრო ცუდად მოიქცევა და რაც უფრო ოდიოზურ საქციელს ჩაიდენს და დაშორდება ამითი დასავლეთ დემოკრატიებს ეს პუტინს პირიქით აწყობს და ამათვის სახელმწიფოს ინტერესები და ეროვნული ინტერესები კი არ არის მამოძრავებელი. აი სწორედ ეს პუტინის ბრძანება არის, იმიტომ რომ ისინი თვლიან, რომ თავიანთი ხელისუფლებით ის მიბმული არიან პუტინთან. აქედან გამომდინარე ესენი არ რეაგირებენ სათანადოდ დასავლეთის დაწოლაზე, იმიტომ რომ მაშინ ერთიანის იყო საბჭოთა ხელისუფლება იყო და იმათ არ აწყობდათ ეს თავიანთი იმიჯის გარკვეულ შენარჩუნებაზე გარკვეულად მუშაობდნენ. და ეს ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა უკვე საქართველოს სახელით ხდება და არა საბჭოთა სახელით. და ამიტომ შემკვეთ სექსუალურ აინტერესებს საქართველოს პირიქით აინტერესებს, როგორ არა აინტერესებს, რაც შეიძლება დაშორდეს დასავლურ ღირებულებებს საქართველოს და ჩამოშორდეს და რუსეთის წინაშე დარჩეს პირისპირ. აქედან გამომდინარე აი ეს ფაქტორი, რაც გარკვეული შემაკაებელი იყო იმ შემთხვევაში
გარკვეულ ზღვარს ქმნიდა და ეს აქ არ არსებობს, ეს მუხრუჭი აქ არ არსებობს ფაქტიურად. ნუ რაღაცა მუხრუჭი მაინც რჩება, იმიტომ რომ დამოკიდებული არიან ზოგადად სოფლიო სისტემაზე ფინანსურად ყოველნაირად და შეულიათ გარკვეული გამოიყენონ მათ წინააღმდეგ ზომები და კი ეს რჩება, მაგრამ მთავარი ფაქტორი ამ შემთხვევაში არის ის შეკვეთა, რომელიც მიღებული აქვს, რომ ეს უნდა გააკეთონ და ჩამოშორდეს. რამე და შეგეკითხოთ, ეს გასაგებია globალური მიზეზები კარგად ახსენეთ. და უფრო მეტ სისულელეებს აკეთებენ და უფრო ყოველგვარი ტორმუზის გარეშე, მაგრამ ეგეთ სისულელეზე, როგორც ახლა არის დაპატიმრებული ელენე. დიახ. და იგივე ამაღლობელიც. დიახ. ისინი ახლა ამისთან სისულელეს აი ამ თვალსაზრისით, აი რა მინდა, კიდე დავაკონკრეტო რა ახლა რა ხდება ახლა აქ მარჩაჯურების სისტემა არის ესეთი ხო შემდგომ სასამართლოა პროკურატურაა გარკვეულად და საზოგადოება ხო ზედამხედველობას რაღაც გარკვეულად უწევს ხო აი ამ თვალსაზრისით მე კიდე ძიმენ თემაზე კი ვლაპარაკობ მაგრამ მაინც იძულებული ვარ რომ აი თქვენ შემთხვევაში რა თვითონ სასამართლო პროკურატურა პოლიტიკური ასე თქვა ვენდეტა თუ რაც გინდა დაარქვით რომ ამორჩეულია მსხვერპლი რა პოლიტიკური ნიშნით ასე თქვა ხო ახლა აქაც იგივე დაახლოებით იგივე ხდება. ხო, იგივე სასამართლოც, პროკურატურა, არსაჯულება ეს ფლიანობაში ესე მოქცეული და საზოგადოებრივი აზრი და ეხ ახლა ეკლესია სამწუხაროდ ვერ ერევა დღეს ამ იმაში. ხო, იმიტომ რომ იგი ამას თავისი მიზეზები აქვს. ძალიან კარგად ვიცით ეს ახლა როგორ ხდება და რანაირად. იგივე ახლა ორ სიტყვით ვიტყვი არ მინდოდა ამ თემაზე, მაგრამ ახლა პატრიარქი ახლა ბათიაშვილი და ის რო გამოაშვებინა მაშინ მიშა სააკაშვილის დროს რა ერქვა ეს ministri რო იყო გამახსენდება გვარი რა სულხან მოლაშვილი ხო გახსოვთ სასეკვდელო განგრენა დაემართა და შემდგომ გარდაიცვალა რამოდენიმე წელს პარიზში წავიდა და ჩემი მეგობარი იყო და გამოდიოდი მაგის ხარდასაჭერად და პოლიტიკურ პროცესებში ვცდილობდი მის ინტეგრაციას და ასე შემდეგ და ასე ის გამოაშვებინა პატრიარქმა მაშინ ანუ ბერკეტები მაშინ ქონდა და დღეს იმის შემდეგ რაც განსაკუთრებით ასაკით ეს მესახტრეშიო და ჩარევები და რაღაც არ მინდა ახლა თემაზე დიზეწოლა კი არა საერთოდ უკვე ფაქტიურად რა ახლა მაშინ ესმოდა შეგნება და საკუთარ სულიაშვილებთვლიდა და ახლა არა ამას ხო თავისი მიზეზები აქვს მეგონი სრულიად არათავისუფალი იყო ბოლო პერიოდში ხო ბოლო პერიოდში ხო საერთოდ ესეთი რა კი თორე ჩემთვისაც რამდენჯერ უთქვამს რომ ზუიადის ხელმისენი რო იყვნენ დაპატიმრებული რომ მე შუადგომა და აქტიური რო ყოფილიყავი და თანადგომა და გამოშვება მაგათი ციხიდან და სულ ჩარეული მიუხედავად იმისა რაღაც საკითხებში მისი პოზიცია და ზუიადის და მისი მომხრეების რადიკალურად განსხვავდებოდა მაგრამ ამას ყოველთვის ინარჩუნებდა მრწამს ქრისტიანულ მრწამს თავარ საკითხებში რა თქმა უნდა კაცო და ბოლო პერიოდში ხო ეს საერთოდ თითქმის ამოვა რასაც ისაკურე არ შეარჩენდნენ და კი ბატონო ამიტომ დავაკონკრეტე რა მე ამიტომ რა ვუყო ეურო ინტეგრაციაზე ხო მოახერხა რაღაც გაეპარა და გამოხატა ეს ასე და იმის მერე მოსართ აღარაკარებდნენ ჩამოსილებული იქნა აქტიური პოლიტიკა არა და აფხაზეთის საკითხზე ხო ძალიან გამოკვეთილად და ძალიან ცხინვალე საკითხია რა იგი რუსეთს ესეთი ვარიანტი არ აწყობდა როგორ აწყობდა გას გამორიცხო მაგაზე წინაზე ვილაპარაკეთ პუტინთან და იმან კირილთან იყო და პირდაპირ პუტინს უთხრა უპირველეს ყოვლისა კოპტების ქრისტიან კოპტების ინტერესების დაცვაზე და კიდე კოსოვოში სერბები მართლმადიდებლობის შევიწროებაზე ეს კარგი საქმეა მაგრამ უშუალოდ ჩვენიდან დავიწყოთ და ცხინვალიდან და აფხაზეთიდან და იმათმაც და მუდმივად ხას უსვამდა მუდმივად ყოველდღე ესეთი პოზიცია ქონდა რა ეს ჩვენი მიწაა და ამაზე ხას უსვამდა კი ბატონო მოდი იმას რო არ ავწდეთ თამარ აი ეს მაინც რაც მეშინია რომ ახლა საფრთხის ქვეშ ხო ახლა რა თქმა უნდა ამაზე დრო კიდე გვაქვს მაგრამ ეს მინდა ბოლომდე აი პარალელ კონკრეტულად რა სასამართლო პროკურატურა მარცხაჯულება აი შენ დროს რა თქვენ დროს ხო როგორც მიგისაჯეს ხო რაღაც საზღვრები ქონდა ხო აი რა განსხვავებაა შეგიძლიათ აი მე ინსტიტუტები ჩამოგითვალეთ აი ზეგავლენა დირექტივა პოლიტიკური ნების თავს მოხვევა უდანაშაულო ადმინისტრაციას მაშინ როგორ იყო რა გაუარესდა და რა არის ტოლფასი
ხო, ახლა ეგ პრინციპში არსი ერთი და იგივეა, ხო? რა თქმა უნდა, ამაზე თანხდებით, მაგრამ და იმითია გაუარესებული, რომ ეხლა მოძრაობა არის ამ დონიდან პირი დემოკრატიისკენ კი არა და ვთქვათ იგივე. ეხლა არის მოძრაობა ტოტალიტარიზმისკენ. იქით მიზანდასახელი მოძრაობა ტოტალიტარიზმისკენ. კომუნისტები უბრალოდ შენარჩუნებენ ავტორიტარიზმიდან ტოტალიზატორი. ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარიზმისკენ. ну, მაშინ კომუნისტები უბრალოდ ცდილობდნენ უკვე მე კომუნისტებზე ვამბობ. თან უკვე მოფამფალებულები იყვნენ. თორე ისინი ახლა ასეთ რაღაც ტოტალიტარიზმისკენ ახალ სწრაფებს ნაკლებად ამჟღავნებდნენ და ამათ მიზნად აქვთ პირდაპირ ტოტალიტარიზმის აღორძინება. და შესაბამისად ეს ინსტიტუტები რო ჩამოთვალეს სასამართლოესა, პოლიტიკური ხიდები, ასე ვთქვათ, ამათ შორის ბევრად უფრო გაუარესებულია, ვიდრე თქვენ დროს იყო, ხო? მეთანხმებით. რა თქმა უნდა. აი თქვენ თავზე. კანონები, რომელსაც ახლა ეგენი იღებენ. კანონები ხო საერთოდ ესეთი ანაქრონიზმია. ანაქრონიზმი აბსოლუტური გაუარესებული. აუცილებლად. შედარებით. ანუ ნეოკომუნისტები მოგვამონატრეს ქალბატონს. მოგვამონატრეს ნეოკომუნისტების და საერთოდ პოსტსაბჭოთა პერიოდის თქვათ აი ესეთი ნაკლოვანი დემოკრატიები, რომლებიც იყო. შემთხვევაში გორბაჩოვის ის რო ავიღოთ ეს პერიოდი და ესენი რო შეადაროთ, ესენი მათთან შედარებით კაცი ჭამიები არის. გორბაჩოვის წინაც კი. ახლა ისეთ სასაცილო კანონებიც არ ქონდათ, რომ თქვათ ტროტუარზე გავლა არ შეიძლება და ბარს. ჰაეში და იფრილის ადამიანმა თუ და გაიაროს ეგ არ ვიცი. ახლა თქვენ უერთდებით ასე თქვათ, რა თქმა უნდა, სოლიდარული ხართ თლიანად, ხო? ამ ყველას გამოშვება უპირობოდ, თან ყველაზე უფრო თამა რა მაგვირებს, ეცერა ესე რაღაც უნიჭო ვაჭრობა, რომ ლუკაშენკომ რამე თუ გამოუშვა ეს და რაღაც დივიდენდები მიიღო, ამათაც რო გონიათ იგივე დივიდენდი, აი მე რასაცილოა, არაფერი არ გამოვა. მე რამე და აი როგორც ქალბატონს კითხოთ მაინც, აი ქალური სოლიდარობა კიდე სხვა არის და აი ელენეს და იმ ქალბატონებს რას უსურვებდით და აი რა გინდათ რომ უთხრათ აქედან რა. კონკრეტულად აი ამ ორ ყველაზე ზოგადად კითხვით, მაგრამ აი კონკრეტულად ელენეზე და ამაღლობაზე. მათი მიზნების შესრულებას რის გამოც იმყოფებიან. ისინი იტანჯებიან და რის გამოც არიან ასეთ მდგომარეობაში და რის გამოც ეს სისტემა მათ ასე სადისტურად მოექცა. შემზარავად ექცევა იმ მიზნების მიღწევას, რა თქმა უნდა. უპირველესად და შემდგომ რომ ოჯახს დაუბრუნდეს და 4 შვილის დედაა რა. ეს თავისთავად აბსოლუტურად სასაცილო მიზეზით რომ პლაკატზე მიაწერა ადამიანმა. თან მე ფლომასტერით რომლის წაშლად შეიძლება. რა თქმა უნდა. ერთ წუთში და ამის გამო 4 წლიან ემაზე უშვი. და ცოტა იუმორით თქვენც ახლა გაიცინეთ, მეც მე და გავიცინო. ესე ახლა ოჯახთან კი გითხარით, ახლოსა ვარ მეთქი და ბატონ გოგისთან, ქალბატონ ირასთან და ესეთი რაღაც შეუთვალე, რომ მეთქი მე მზადა ვარ ქალბატონი შენ შვილს გადაეცე, შენობით ველაპარაკი გოგისაც და ირასაც და შენ შვილს გადაეცე დიდი პატივისცემა ჩვენგან, დიდი თანაც და ამავდროულად უთხარი, რომ მზადა ვარ ჩემი ადგილსამყოფელი გაუცვალო მას. და ეს იურისტების თანდასწრებით გავაფორმო ეს კონტრაქტი მეთქი, ეს სხვათა შორის ჩაუტანეს ეს ამბავი და ჯერ იცინა და შემდგომ მადლობა შემოგვიყვანა და რა ვიცი, ელენე კარგად იყავი შემართებით ლამაზად და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ოცნებები ასრულდება და ჩვენი გზებით გადაიკვეთება რა და ჩვენ მოუნახავთ მართლა ერთმანეთს, მე რა კოსტავასი არ იყოს, იქ სადაც უნდა გადავიკეთოთ დიდ იდეებში, მათ მოუნახავთ ერთმანეთს. თუ მივედით, თუ არა და ახლა თუ ეს გვინდა, რასაც გვაყურებინებენ ეს. მოკლედ ეს მოგონი შეუძლებელია. ახლა თამარ გადავიდეთ იმაზე. ეს მონათესავე თემები კი ჩამოთვალეთ ჩვენ რა, ეს პატრიარქის ის რო იყო და პატრიარქის თემის ეს დაკრძალვის ცერემონიალი გარკვეულწილად საოცარი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ამ ადამიანმა თავისი გარდაცვალებით, სიკვდილით კი არა, გარდაცვალებით ურთიერთ განსხვავებული ადამიანები და ყველა მოიყვანა თანთან და აი რაღაც მოკლედ დიდი ეროვნული თანხმობა, სულიერი, რასაც ქვია მარადიულ ფასეულებებზე ორიენტირებული
აი ფასეულობისადმი ამ გზისადმი პატივისცემა და თაყვანისცემა იყო ძირითადი იმპულსი, რომელიც ის ადამიანი ვინც შექმნა ეს დიადი დღე, დაუვიწყარი დღე და იშვიათად რომ საქართველოს ისტორიაში კი არა, მსოფლიოს ისტორიაშიც იშვიათად. ერთი მე მახსოვს ახლა პერონის ეს რო იყო, არგენტინის ეს რო იყო და შემდგომ იქიდან თავისი ქმრის მეშვეობით რომ ან რევოლუცია რო იულიეტა პერონმა რევოლუცია ჩვენ არ ვითხოვთ, მაგრამ რას ვითხოვთ ჩვენ? ეს არ შეიძლება ის ხალხი რო იქ მოვიდა, მხოლოდ ესთეტიური ფენომენის ირგვლიდან, მხოლოდ წარსულის იმაში რო ჩარჩეს რა. ეს დაუშვებელია, მათ იმხელა რაღაცა გამოხატეს რა, რომ აი არ შეიძლება სიკეთე იყოს პასიური და სილამაზეც იყოს პასიური, ეს დაუშვებელია. როგორც ახლა ლამპარს თუ საგზალი არ ეკნას ეცის სახი და თუ არ იყვებება, ის სიკეთეში ვერ გაანათებს. ისევეა ადამიანი, ისეა ორგანიზაცია, ისეა სახელმწიფო. ამიტომ ამ ადამიანებს ვინც იქ იყო მე თქვენს და ბევრი ვიღაც რომელიც მართლა ზეპარტიული ნიშნით იყვნენ მე მისული ახლა თავრობამ კი მოინდომა ამის პრივატიზაცია მაგრამ საწოდავად გამოჩნდნენ რა რაღაც არ ვიცი ახლა ამას რა ქვია და არც მინდა მაგაზე ვილაპარაკო თვითონაც დარწმუნდნენ რომ არაობები არიან ამ თვალსაზრისით კი არა მარტო და ეს ამას სჭირდება თვითორგანიზაცია როგორ 14 აპრილის შემთხვევაში რომ მოხდა თუნდაც დამოუკიდებლობის აქტის გამოწვევა თუნდაც მერაბ-კოსტავაც გარდაცვალების რაც შეიქმნა ეს დიდი და დღესაც ეს კაცი რო თავისი სიდიადით რომ მოქმედებს და თავისი რაღაც ზეშთაგონებას რო ახდენს პერსონებზე და ეს არის იშვიათი შემთხვევა რა როგორც ასეთი და ამას სჭირდება მკვეთრად გამოკვეთილი თვითორგანიზაცია მაღალი კულტურა შედეგზე ორიანი შედეგი რა უნდა იყოს ამისი ის ანტისახელმწიფოებრივი მომენტი პოლიტიკაში ხელისუფლების სახით რაც არის და რაც ახლა დასავლურ გზას ელემენტად თორე ახლა დასავლეთის გზაზეც ბევრი კრიტიკა შეიძლება თუმცა ამას ალტერნატივა არ აქვს და მაგის საპირწონე იქით არის ევრაზიული კავშირი აქ შუალედური იმას ვერ დაიჭერ ესად გამოჩნდა კი თამარ კიდე უფრო პაშინიანის და პუტინის პუტინა პირდაპირ უთხრა კაცო ან ევრაზიაში უნდა იყოთ ან იქაო რა პირდაპირ ღიად უთხრა ჯერჯერობით ჩვენი კავშირებიო ეს ევრაზია არ გადაიკვეთება იმედი მაგ გადაიკვეთებო მაგრამ როდის გადაიკვეთება რა სახით მაგას ნოსტრადამუსი ვერ ეტყვის ალბათ ხო ღიად გითხრა ან იქ უნდა იყო ან აქ უნდა იყო აქ სხვა ასავა აქ ნეიტრალიტეტს ვერ დაიჭერ ფინეთი აქ რომელიც თამაშობდა თავის როლს გახსოვთ კარგად ხო სოფლიო ომის შემდეგ ეს იყო უნიკალური შემთხვევა ესეთი რაღაც არ მოხდება იმიტომ რომ ის ფინეთი და შვეიცარია რომელიც ნეიტრალი შევიდნენ ნატოში რატო შევიდნენ იმიტომ რომ ამ გიჟი აგრესიული მონღოლური ურდოსი ეშინია და იმიტომ უნდა თავშესაფარი ღია და თქვენ რა გაქვთ ამისთანა თავშესაფარი გითხარით კაცო ამაზე უფრო დიდი და მაშინ ღია თქვით რომ ეს გვინდა ევრაზიული კავშირი და მორჩა ახლა თამაშების გაწელვა და რაღაც იწილბიწილო და რაღაც დახუჭობანას თამაში და რაღაც ამდაგვარი რაღაცები რაღაც ვირეშმაკული რაღაცები არ გამოვა რუსეთთან ხო არც რუსეთთან არ გამოვა და არც აი პაშინიანის და ამისი მით უმეტეს ხა აზერბაიჯანიც იქ არის და აქ ჩვენთვის იდეალური ვარიანტი არის რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯი რომელიც მართლა გამოგვიყვანს იმაზე რა დროზე არის საჭირო დროზე გადამწყვეტი ნაბიჯები არის ჩასატარებელი მაგრამ ეს არის მიბმული ამ პუტინის ფაქტორთან სამწუხაროდ რასთან პუტინის ფაქტორთან არის პუტინის ფაქტორთანაც არის და კიდე ჯერ კიდე ბევრ რამესთან არის სამწუხაროდ კიდე ეს ირანის ფაქტორი კიდე გაურკვეველია აბსოლუტური გაურკვეველია და ეს კიდე მაგათ ფანტაზიებს ასარსდოებს აი ამ მავნე ადამიანი აგრესიული ურდუების ფანტაზიებს რომ ჯერ კიდე აბა ვერ გავიგეთ ამარცხება კიდე რას ნიშნავს აბა მაშინ ვერც მე ვერ ვეტყვით და ვერც თქვენ ვერ ეტყვით დამარცხება არის უნგრეთში რომ დამარცხდა ორბანი ესეთი სახით კონკრეტიზაციით ჯერჯერობით უკრაინაში ვითარება არ არის და ირანში ხო საერთოდ კატასტროფაა
კატასტროფა ახლა მე ვერ გავიგე უნგრეთში ხარს უჭერ უნგრეთში რუსთან და იმასთან ერთად ამერიკის ადმინისტრაციის რაღაც მაღალჩინოსნები ყველა არა მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველ შემთხვევაში ხარს უჭერდნენ რუსეთთან დამოკიდებულებას რომლის მიხედვით უკრაინის პოზიციები შესუსტებოდა და ადვილად სამართავი იქნებოდა ყველა თვალსაზრისით ძალიან დამდგუნველი საშინელი რაღაცა მოხდა და დამდგუნველი პროცესი საშინელი და კიდე კარგი ამ უნგრელ ხალხს ეყო იმ ხელა გამოსვლება და ახლა პირველად მოხდა რომ ამერიკის პრეზიდენტი ნატოს ემუქრება მე გამოვალ იქიდან ჯერ მაგას ვერცმარშიც ვერ ნახავდი ხო მაგას ახლა მაგას ვინ იმად ასეთი სისულელეებით ესენი ასაზრდოებენ კიდე აქ მინი დიქტატორებს და მინი კაცუნებს და ვაჭრუკანებს და რაღაც ესეთ ადამიანებს სამწუხაროდ მე მგონია ისტორიის კანონზომიერებას წინ ვერავინ ვერ აღუდგება რა თქმა უნდა ამის იმედი უნდა გქონდეს, მაგრამ ჩვენ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ აქ ყველაფერი აი იმაზე კიდია რა, ბეწვის ხიძზე გავდივართ სულ ყველანი რა. კი. ამიტომ უნდა გადავდგათ ესეთი ნაბიჯები რა. თულია, ესე იგი ის ახლა მაგალითად ტელევიზიაში ამის გამო რაც მშვენიერი რაღაც მოხდა უნგრეთში დასასრულისკენ რომ ესე იგი აი შეიძლებაო ესე იგი რომ შეიძლება დემოკრატიულად ძალებმა გაიმარჯვოს და ამის რწმენა გჭირდება ჩვენ შეიძლება ნამდვილად შეიძლება ოღონდ ეს მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას რომელიც გასაზრდელი ესე ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება ძალიან დიდი და თამარ ახლა ესეც იძულებული ვარ თქვა რა ნუ ახლა ეს ოპოზიციის ის არის რაღაც ძალიან ესეთი რა ახლა არ მინდა ახლა ესეთი სიტყვა თქვა, მაგრამ ამ დამოკიდებულებიდან რაც გააკეთა მადიარმა ხო მიიბაძონ აიღონ მაგათი კონსპექტი გადმოიტანონ ამ რეალობას შეუსაბამონ როგორც ასეთი და როგორ მიაღწია ამ გამარჯვებას როგორ დააჯერა ეს ხალხი როგორი კოალიცია შექმნა როგორი კოალიციური მთავრობის როგორი პროექტი შექმნა რა ძალები გაერთიანა და იდეოლოგიური ესენი როგორ გამოიყენა უპირატესობები. მაგრამ აი ხანს იყო ხო ამაზე რა თქმა უნდა იყო 16 წელი ეს იყო, მაგრამ ახლა ბოლო ხალხმა შეძლო იმის გაკეთება სხვა ფაქტორებთან ერთად და ახლა იმათ ხარეს რომ პუტინი და ამერიკა იყო, კაცო ის ხო არ არის. და მთელი штаბი ამ იმისი ორბანის ძალიან ძიმე ბრძოლებში თან გამანადგურებელი მარცხი მიაყენეს. ამიტომ ჩვენც ვალდებული ვართ გავითვალე ეს უპირველეს ამ ფსევდო ოპოზიციას ეხება და 26 მაისის მაინც მე მოვერიდებოდი ოპოზიცია მაინც როგორიც არის თუ რაც არის. მე მათ უსურვებ რომ თვალი გაუსწორონ სინამდვილეს როგორც ასეთი თვალები გაახილონ უფრო ფართედ მასშტაბურად შექმნან ეროვნული თანხმობის მთავრობა, კოალიციური მთავრობა, ამათი მაგ ოპოზიციის ყველაზე დიდი ბრალეულობა და დანაშაული არ მინდა თქვა, მაგრამ ძალიან დიდი მდგომარეობდა იმაში, რომ ამათმა კოალიციური მთავრობის პროექტი და ის რწმენა ვერ შემოიტანეს ხალხში. ხო, თავარი მომენტი ეგ იყო. არა, ამ წუთში კი უნდა შეექმნათ ეგ. მანამდე უნდა შეექმნათ, თქვა მაგას აბა რას ვამბობ. დღესაც ვალდებული ხარ შექმნა ეს თვალი გაუსწორო იმ მადიარმა რაც გააკეთა. მთავრობა არ შეუქმნია მადიარს. ბატონო? წინასწარ მთავრობა არ შეუქმნია. კი ბატონო, მაგრამ მინი პროექტები შექმნა ყოველ შემთხვევაში ის საკითხები, რომელიც წინაშედაც უნგრეთი პრობლემატურად იდგა, იმ ეგ ფაქტიურად ეს არის რა მინი მთავრობა შექმნა ოღონდ ვადამდელი შეიძლება ითქვას ამაში დაარწმუნა რა და ეს ხალხი ვიზეც ორიენტირს ახდა ისინი მოვლენ ხელისუფლებაში აბა ვისგან მოვა და ეს გარდამავალი იქნება თუ გრძელვადიანი ამას თვითონ სახელმწიფო სპეციფიკა გვიჩვენებს დიდი მეც იძლევა ის დიდი ძალიან დიდი მეც ამიტომ ეს უსურვოთ ყველას და 26-ით ახლა ნუ ჩაიციკლებიან ამ 26-ში იმიტომ რომ 9 აპრილი 26-ში აპირებენ რაღაც დიდ რაღაცა რა ყოველთვის მნიშვნელობა აქვს როგორ არ აქვს მაგრამ ახლა თუ ესეა მაშინ 9 აპრილის იდეალები აიღონ და ეს 9 აპრილში რა არის ჩადებული გარანტია სახელმწიფოებრივი აფხაზეთის ცხინვალის და მთელი რიგი საკითხები 9 აპრილის იმაში არის ჩადებული თუ ესე უნდა
შეხედულება. ეს ახლა განუყოფელი ცნებებია, ერთმანეთისგან განუყოფელი 26 მაისის საფუძველზე აღვადგინეთ ჩვენ დამოუკიდებლობა. კი არ ყოფ ერთმანეთს, მაგრამ სახელმწიფოური თვალსაზრისით პრაგმატულად, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში მოიქცა ქვეყნები, კეთილი ინებოდა იქიდან აიღონ, ასე ვთქვათ, მოდელად თუ მაგალითად. მაინც არის ის მუხტი, რომელიც უნდა აუცილებლად. ოღონდ კიდევ მეორე თვითორგანიზაცია და შედეგზე ორიენტირი, როგორც 14 აპრილს მოახერხა ხალხმა, იგივე უნდა გავაკეთოთ. 26-ში შემდეგად და ახალ არჩევნებში თუ ვადამდელში თუ გარდამავალში. ორიენტირებული არ არის ეს მოძრაობა. კი ბატონო. ბრძანეთ ბოლოს და ძნელია ამოცანა და ამიტომ ეს ერთ და ორ დღეში და სამ დღეში ამიტომ გაგრძელდა ამდენ ხელს. კი ბატონო, მაგრამ ორიენტირი უნდა იცოდე, ქვეყანა რა კრიზისის წინაშე დგას და რა საკითხები უნდა გადალახო, ეს უნდა იცოდე. ისე რა გინდა პოლიტიკაში ვერ გავიგე. თვითმიზანი თუ არის, მაშინ ამ 26-ში დარწმუნდები, რომ ეს შენი თვითმიზანი იყო ყალბი. არა, 26-ში მეტი მიზანს მე მგონი არც ემსახურება, დემონსტრაცია იმის რომ ოღონდ განსაკუთრებული ისინი არ უნდა განსაკუთრებული ისინი არ უნდა კონდეს იმედები ამ თვალსაზრისით. არა, არც არავის არ უთქვია რომ იმ დღეს რაღაცა ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი კიდევ მეორე უდიდესი პატივისცემა 26 მაისს უდიდესი. რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო გრძელვადიანი და უფრო სტრატეგიული ამოცანები გადასაწყვეტება გამოსვლა. ბრძანეთ და დავამთავროთ. ხო, ეს არის მოკლედ ხანგრძლივი პროცესი და იმიტომ გაგრძელდა ამდენ ხანს, რომ ძალიან მძიმე ამოცანა ჰქონდა ქართველებს, მაგრამ საბოლოოდ მე მგონი აქეთ მივდივართ. მადლობთ ყურადღებისათვის, დიდი მადლობა. მომავალ შეხვედრამდე და იმედია ამას სიკეთეს და სამართლიანობის მიმართულებით წარუძღვებით ყველანი. მადლობთ, კარგად ზანდებოდეთ.